სახელითა მამისათა დადისათა და სულისა წმინდისათა. ძველი სტილით 6 იანვარს და ახალი სტილით 19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ნათლისღებას უფლისა, ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს. სახარებაში მოთხრობილია, რომ წმინდა იოანე ნათლისმცემელი ნათლავდა ებრაელებს. ებრაელები მოდიოდნენ მასთან, ნათელს იღებდნენ და წმინდა იოანე ეუბნებოდა სიტყვებს შეინანეთ, რამე თუ მოახლებულა სასუფეველი ცათ. ანუ მოახლოებულია სასუფეველი, ნიშნავს მოახლოებულია მესია, მოახლოებულია ქრისტეს მოსვლას მოასწავებდა წმინდა იოანე ამ სიტყვებით. წმინდა იოანე ნათლისმცემელი ებრაელებს ამზადებდა მესიასთან შესახვედრად. ეს ნათლობა არ იყო ის ნათლობა, რა ნათლობასაც ახლა ჩვენ ეკლესიაში აღვასრულებთ. წმინდა იოანე მოუწოდებდა ებრაელებს სინანულისკენ და სინანულით შესახვედრად ებრაელების მესიასთვის. ანუ ამას მეორენაირად ეწოდება სინანულის ნათლობა. რა თქმა უნდა, წმინდა იოანესთან ამ შემდეგში მიდის მაცხოვარი, ნათელს იღებს მისგან და ზეციდან გაისმება ხმა მამისა, რომ ესია ძე ჩემი საყვარელი, რომელი მესათნო ვიყავ, და სული წმინდა გადმოდის მტრედის სახით იესო ქრისტეს. ნათლისღების დღესასწაულს მეორედნაირად ეწოდება ღვთის განცხადების დღესასწაული, იმიტომ რომ ამ დღეს გაცხადდა სამება. ანუ ზეციდან ისმის მამის ხმა, მდინარე იორდანეში ინათლება ძაღმერთი იესო ქრისტე და სული წმინდა მტრედის სახით გადმოდის მას. ზოგს უჩნდება ხოლმე ესეთი შეკითხვები. რამდენიმე ღმერთი არსებობს, ყველა წმინდა სამებაც ღმერთია და იესო ქრისტეს ღმერთია? ყველა წმინდა სამება რას ნიშნავს, რომ სამი ღმერთია? რა თქმა უნდა არა. ღმერთი არის ერთი, სამყაროს შემქმნელი ყველა წმინდა სამება, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული აქვს, რომელიც ყოველივეს შემქმნელია, რომელიც არ ყოფილა დრო, რომ ყველა წმინდა სამება არ არსებობდეს და არც იქნება დრო, რომ იგი არ არსებულიყო და არც იქნება დრო, რომ ყველა წმინდა სამება არ არსებობდეს. და ყველა წმინდა სამების მეორე პირი არის ძე ღმერთი. წმინდა მამები იმისათვის, რომ სამებაზე ადამიანს გარკვეული წარმოდგენა შეექმნას, თუ როგორ შეიძლება იყოს სამი ერთი, მოყავთ მზის მაგალითი. როგორც მზეს აქვს ფორმა, მზისგან გამოდის სინათლე და მზისგან გამოდის სითბო, მაგრამ არ ვამბობთ, რომ არის სამი მზე, არამედ მზე არის ერთი და ეს სამივე მისი შემადგენელი ნაწილები. ასევე შეიძლება ვთქვათ ყველა წმინდა სამებაზედაც, ყველა წმინდა სამება არის ერთი ღმერთი და სამი პირი. მამა არის უშობელი, ძე დაუსაბამოდ იშვება მამისაგან და სული წმინდა გამოდის მამისაგან. თუ როგორ ხდება ეს შობა, როგორ ხდება სული წმინდის გამომავლობა, ამას ადამიანური ბუნება რა თქმა უნდა ვერ ჩაწვდება, მაგრამ წმინდა წერილიდან ჩვენ ესე გვაქვს ნასწავლი. წმინდა წერილი ესე მოგვითხრობს და ესე გვწამს. და სწორედ ყოვლა წმინდა სამების მეორე პირი არის იესო ქრისტე, ძე ღმერთი. რა თქმა უნდა, როდესაც ვამბობთ, რომ ძე ღმერთი განკაცდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძე გამოეყო მამას და სული წმინდას დატოვა ზეცა და ის მხოლოდ დედამიწაზე არსებობდა. რა თქმა უნდა, ესე არ არის. ყველა წმინდა სამების მეორე პირი ისევე განაგზობდა არსებობას ყველა წმინდა სამების წიაღში, როგორც მანამდე, მისთვის ის როგორც მამას და სული წმინდას არ ქონია არც დასასრული და არც ექნება არ ქონია არც დასაწყისი და არ ექნება არც დასასრული, მაგრამ ის მოევლინა სამყაროს როგორც ადამიანი. რა იყო ამის მიზეზი, რატომ განკაცდა ძე ღმერთი?
ღმერთმა ადამიანი შექმნა სამყაროს გვირგვინად. წმინდა მამები ესეთ შედარებას აკეთებენ. როდესაც მეფე მიდის სასახლეში, განსაკუთრებულად თავენ სასახლეს. ლამაზ ხალიჩებს აფენენ, ყვავილებით თავენ ლამაზ ფარდებს იდებენ, ოქრო ვერცხლით ალამაზებენ, ასუფთავებენ, ამზადებენ და მთელი სამზადისი მიდის მეფის დასახვედრად და ამის შემდეგ დიდი ზაზე იმით შედის მეფეს სასახლეში. ასევეა ადამიანის შემთხვევაში და ღმერთმა ყველაფერი, რასაც ჩვენ ხედავთ სამყაროში, ზეცაში თუ დედამიწაზე, ყველაფერი შექმნა ადამიანისთვის. ეს ყველაფერი გაულამაზა, მოუმზადა ღმერთმა ადამიანს და შემდეგ შექმნა ადამიანს. და არც ერთ სხვა ქმნილებაზე არ უთქვამს ღმერთს, რომ მოდი შევქმნათ ადამიანი ხატად და მსგავსად ჩვენთან. მხოლოდ ადამიანზე თქვა ეს, რომ ჩვენს მსგავსად და ხატად შევქმნათ, მაგრამ ადამიანმა ვერ დაიტია ეს სიმდიდრე, უფრო მეტი მოინდომა, რომ ის თავისი პატივით ღმერთს გატოლებოდა და სამოთხეში, რომელიც ღმერთმა დაამკვიდრა ედემის ბაღში ენით აღუწერელი სილამაზის ადგილზე, ეშმაკის შთაგონებით მან შეჭამა აკრძალული ხილი. ამით მან მოინდომა, რომ პატივით გატოლებოდა ღმერთს და რა თქმა უნდა ის დასჯილი იქნა სამოთხიდან გამოგდებით. სამოთხეში ორი ხის ნაყოფი იყო, ერთი ხის ნაყოფის ჭამა ადამიანს ეკრძალებოდა, ადამიანს და ევას ეკრძალებოდა და ღმერთმა გააფრთხილა ისინი თუ ამ აკრძალული ხილის ნაყოფს შეჭამდნენ, ისინი მოგდებოდნენ. ეშმაკი, რომელიც უყურებდა ადამიანს და ევას ამ ნეტარებას სამოთხეში, მიდის ევასთან და ეუბნება, რომ ღმერთმა თქვენ ამ აკრძალული ხილის ნაყოფის ჭამა, იმიტომ აგიკრძალათ, რომ თუ ამ ნაყოფს შეჭამთ, თქვენ გახდებით ისეთივე ღმერთები, როგორც ღმერთია. და ღმერთს არ უნდა, რომ ისეთივე იყოს, როგორც სხვა, როგორც თვითონ არის და ამიტომ აგიკრძალათ ამ ხის ნაყოფის ჭამა. მოატყუა ევა, შეცდა ევა, ჭამა ეს აკრძალული ხილის ნაყოფი, აჭამა თავის ქმარსაც, ადამიანსაც და ამ ნაბიჯით ადამიანმა და ევამ გამოხატეს სურვილი იმისა, რომ ისინი გამხდარიყო, როგორც არის ღმერთი. და ღმერთმა ისინი დასაჯა, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტი ცოდვა არ ჩაედინათ სამოთხეში და კიდევ უფრო მეტად არ დასჯილი. სამოთხედან მათი გამოგდების შემდეგ ადამი და ევა ღმერთმა უნუგეშოდ არ დატოვა და მასთან ერთად მთელი კაცობრიობა უნუგეშოდ არ დატოვა, რა თქმა უნდა, და აღუთქვა მათ, რომ კვლავ სამყაროს მოუვლენდა მესიას, რომელიც სამოთხის კარებს გააღებდა და ადამიანს კვლავ ექნებოდა საშუალება იმისა, რომ სამოთხეში შესულიყო. ადამიანის ცოდვით დაცემის შემდეგ სამოთხის კარები იყო დაახშული. არც ერთ ადამიანს არ შეეძლო სამოთხეში შესვლა. როგორც წმინდა და მართალი ადამიანიც არ უნდა ყოფილიყო ის. და ყველა წმინდა ადამიანი, ყველა ძველი აღთქმის მართალი, დავით წინასამეტყველი, სოლომონ მეფე, ისაია წინასამეტყველი და ყველა წმინდა ადამიანი მიდიოდნენ ჯოჯოხეთში. მათთვის სამოთხის კარები იყო დაახშული. იმდენად დიდი იყო ადამიანის დაცემა და იმდენად დიდი იყო მათი შეწოდება, რომ ვერავის ვერ შეეძლო თავისი სიცოცხლე, რომც გაეწირა სამოთხის კარების გაღება. წმინდა მამები გადმოგცემენ, რომ ყველა წმინდა ადამიანი, რომ ერთად მსხვერპლად შეწირული იყო, მათი სიცოცხლის გაღებაც კი ვერ შეძლებდა სამოთხის კარის გაღებას. მაგრამ ეს ფასი აუცილებლად ადამიანს უნდა გადაეხადა, იმიტომ რომ ადამიანმა შეწოდა, მაგრამ ამ მსხვერპლის ფასი უნდა ყოფილიყო ძალიან ძვირფასი. და ისევ და ისევ ღმერთმა კეთილი ნება და ყოვლადწმინდა სამების მეორე პირი, ძე ღმერთი სამყაროს მოევლინა როგორც ადამიანი. და სწორედ ამან შეეძინა შეუფასებელი ფასი, ძვირფასი ფასი და სწორედ ძე ღმერთმა, განკაცებულმა ძე ღმერთმა გაიღო ის მსხვერპლი, რასაც მთელი კაცობრიობა ელოდებოდა. იესო ქრისტე იყო განკაცებული ყოვლადწმინდა სამების მეორე პირი
მესია, რომელსაც ყველა მართალი ადამიანი ელოდებოდა ჯოჯოხეთში და იესო ქრისტე იყო ის მსხვერპლი, იესო ქრისტემ გაიღო ის მსხვერპლი ჯვარზე, რომელმაც კვლავ გააღო სამოთხის კარები. ჯვარცმის შემდეგ ძველი აღთქმის მართლები, რომლებიც ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ და მესიას ელოდებოდნენ, ღირსი გახდნენ იმისა, რომ იესო ქრისტემ ჯოჯოხეთიდან ამოიყვანა ისინი. იესო ქრისტე როგორც ადამიანი მოკვდა, ადამიანური სულით ის ჩავიდა ჯოჯოხეთში, ძველი აღთქმის მართლებს ახარო რომ მესია მოვედი, 3 დღის განმავლობაში ის იყო ჯოჯოხეთში და მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა და მკვდრეთით აღდგარმა იესო ქრისტემ წმინდა ადამიანები, მართალი ადამიანები ჯოჯოხეთში მყოფი გამოიხსნა ჯოჯოხეთის ტყვეობისაგან. როგორც ჯვარცმის გარეშე შეუძლებელი იყო ჯოჯოხეთიდან ადამიანის სამოთხეში დაბრუნება, ასევე შეუძლებელია ნათლისღების გარეშე ადამიანის სამოთხეში შევიდეს. წმინდა მამები ნათლისღებას უწოდებენ ჯვარცმას. იესო ქრისტე იოანეს სახარებაში გადმოცემულია საუბარი იესო ქრისტესი ნიკოდიმოსთან, სადაც იესო ქრისტე პირდაპირ ამბობს, რომელი არ აიშვა წყლისაგან და სულისა, მას ვერ ეხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღვთისას. წყლისაგან და სულისაგან მშობა ნიშნავს ნათლობას. ნათლისღება ეს არის იგივე ჯვარცმა. აი, როდესაც ადამიანი ინათლება, ემბასში ჩასული ადამიანი განასახიერებს ჯვარცმულ ქრისტეს. კვდება ძველი ადამიანი, სამგზის შთაფლა ნიშნავს, რომ როგორც იესო ქრისტე 3 დღის განმავლობაში იმყოფებოდა საფლავში, სამგზის შთაფლა ნიშნავს, რომ ძველი ადამიანი კვდება და ემბაზიდან ამოსული ადამიანი ემსგავსება მკვდრეთით აღმდგარ იესო ქრისტეს. ემბაზიდან ამოსული ადამიანი არის სრულიად უცოდელი. არ აქვს ამას მნიშვნელობა, რომელი ასაკის ადამიანია, პატარა ბავშვია თუ 90 წლის დასული ადამიანი, მოხუცი ადამიანი. ნათლისღებით ხდება ადამიანის ცოდვათაგან განწმენდა და ყველა ადამიანისთვის აუცილებელია ნათლისღების საიდუმლოში მონაწილეობა. აქ, როდესაც იესო ქრისტე ამბობს, რომ ამ სიტყვებს, რომელი არ აიშვა წყლისაგან და სულისა, აქ რა თქმა უნდა ასაკ მნიშვნელობა არ აქვს. დაწყებული ჩვილებიდან დამთავრებული, როგორც გითხარით, მოხუცებული ადამიანების ჩათვლით. რატომ არის აუცილებელი, რომ პატარა ბავშვი მოინათლოს? როგორც ეკლესია გვასწავლის, ყველა ადამიანს აქვს ადამის სოდვა. და მათ შორის პატარა ბავშვსაც. რატომ იყვნენ ძველი აღთქმის მართლები ჯოჯოხეთში? იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ ადამის სოდვა და ისინი ელოდებოდნენ მესიას. და ამ მესიამ ჩამობანა მათ ადამის სოდვა. მათ სხვა რაიმე პირადი სოდვა არ ჰქონდათ, იმიტომ რომ წმინდა ადამიანები იყვნენ. და ასევე ჩვილები, რომლებთაც პირადი სოდვა არ აქვთ, ისინი ადამიანის სოდვის გამო ვერ იხილავენ ღმერთს. როგორც შულის კანონში კართაგენის კრების 100 კანონი მოგვითხრობს, ჩვილებიც ნათელს იღებენ, იმიტომ რომ მათ აქვთ ადამიანის სოდვა. ადამიანები, რომლებიც უარყოფენ, რომ თურმე ჩვილების ნათლისღება აუცილებელი არ არის, მიდიან იქამდე, რომ შემდეგში ამბობენ, რომ მათ ადამიანის სოდვა არ აქვთ. და კიდევ უფრო მეორე უკიდურესობაში ვარდებიან და უფრო მეტ სოდვას ჩადიან ღვთის წინაშე, იმიტომ რომ მესამე მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაგმო ესწავლება, იყო ესეთი ადამიანი პელაგიუსი, რომელიც ამბობდა, რომ ადამიანს აქვს მხოლოდ დაზიანებული ბუნება მკვიდრეობით და არ აქვს ადამიანის სოდვა. დაზიანებული ბუნება ნიშნავს, რომ ადამიანი არის სოდვისკენ მიდრეკილი. მაგრამ მარტო ეს არ აქვს ადამიანს, ყველა ადამიანს აქვს ადამიანის სოდვა. და მესამე მსოფლიო საეკლესიო კრებამ პელაგიუსის სწავლება დაგმო უარყო
და ამით დაადგინა სწავლებად, რომ ყველა ადამიანი დაბეჭდილია ადამის ოდით. აი როგორც გენეტიკური დაავადებებია და ადამიანს თაობიდან თაობას გადაეცემა გენეტიკური დაავადებები. აი ესე ადარებენ წმინდა მამები, გენეტიკური დაავადება შეიძლება თაობაში რაღაც პერიოდში არ გამოვლინდეს, მაგრამ ეს ცოდვის ბეჭედი ყველა ადამიანს აქვს. არ ყოფილა ადამიანი, რომელიც ამ ცოდვით არ ყოფილიყო დაბეჭდილი. და თუ ჩვენ დაუშვებთ, რომ ერთი ადამიანიც კი გადარჩება ნათლობის გარეშე, ჩვენ მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ჯვარცმის გარეშე შეიძლებოდა გადარჩენილიყო რომელიმე ადამიანი. უნდა ვთქვათ, რომ ჯვარცმა არ ყოფილა აუცილებელი. რომ იესო ქრისტეს ეს მსხვერპლი აუცილებელი არ იყო და ტყუილა ეწამა იესო ქრისტე. ნათლობა ჭეშმარიტია მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში. და სხვა რომელიმე რელიგიის წიაღში აღსრულებული ნათლობა ეს ნათლობა არ არის. ისევე როგორც სხვა საიდუმლოებები და სხვა წესჩვეულებები. მართლმადიდებელ ეკლესიაშია მხოლოდ შენარჩუნებული სულიწმიდის მაცხოვნებელი მადლი და მართლმადიდებელი მღვდლის მიერ აღსრულებული ნათლობა არის მხოლოდ ჭეშმარიტი ნათლობა. სხვა ვერც ერთი თუნდაც მას ნათლობას უწოდებდეს ფსევდოქრისტიანული რელიგია ვერ უზრუნველყოფს ადამიანის ხონებას. რა თქმა უნდა, ადამიანის სულის ხონებისათვის ნათლისღება საკმარისი არ არის, მაგრამ აუცილებელი. ადამიანის სულის გადარჩენისათვის აუცილებელია ნათლისღების შემდეგ აგრძელებდეს ქრისტიანულ ცხოვრებას. და ყველანაირად უნდა ეცადოს ადამიანს ნათლისღების შემდეგ ის სპეტაკის სული, რომელიც ღმერთმა მას უბოძა საჩუქრად, ბოლომდე შეინარჩუნოს და არ დასვაროს. თუ მოხდება ისე, რომ დასვრის აუცილებლად უნდა ჩამოიბანოს აღსარების საშუალებით, ზიარებით, ხშირად უნდა ეზიარებოდეს ადამიანი და ესე ეკლესიის წიაღში მუდმივად ყოფნით და საიდუმლოებებში მონაწილეობით გადარჩება ადამიანი. ის რომ ადამიანი ამბობდეს, რომ მე მონათლული ვარ და ქრისტიანად ვიდეს თავს, ეს მხოლოდ სახელწოდებაა და მეტი არაფერი. ნათლობა არის ღვთის დიდი წყალობა, რომელსაც ჭირდება გაფრთხილება. თუ ადამიანი ნათლობის შემდეგ ამ ყველაფერს არ უფრთხილდება, მას უფრო მეტად მოეკითხება პასუხი ღვთის წინაშე, როდესაც ადგება. ადამიანს, რომელსაც წინასწარ არ აქვს გადაწყვეტილი, რომ ნათლობის შემდეგ ქრისტიანულად იცხოვრებს, ჯობია საერთოდ არ მოინათლოს. არ მოინათლოს, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტად არ დაისაჯოს. თუ ადამიანი მოინათლება და შეგნებულად ისევ გააგრძელებს ცოდვაში ცხოვრებას, რა თქმა უნდა, ეს მისთვის უარესი იქნება. უფრო ნაკლებად მოეკითხება, რო არ მონათლულიყო და ეცხოვრა ისე, როგორც ცხოვრობდა. დღევანდელ დღეს, როგორც საკითხავებშიდაც კითხულობდით და გვესმოდა, მდინარე იორდანე, ისევე როგორც მაშინ, როდესაც იესო ქრისტე შევიდა მდინარე იორდანეში, იწყებს უკუსლას. მართლმადიდებელი პატრიარქი, იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი ისვრის ჯვარს, ეს შეგვიძლია ვიდეოებშიდაც ვიხილოთ და შეიძლება ბევრ თქვენგანს ადგილზედაც აქვს ნანახი. იერუსალიმის პატრიარქი აკურთხებს წყალს და წყლის კურთხევის დროს ისვრის ჯვარს და მდინარე ტრიალდება და ზემოთ იწყებს სვლას, ანუ დინების საწინააღმდეგო მიმართულებით. ანუ ის სასწაული აღესრულება, რა სასწაულიც პირველ საუკუნეში აღესრულა, როდესაც იესო ქრისტე შევიდა მდინარე იორდანეში და მოინათლა. უკუნიქცა იორდანე მართლუკუნ, ესე საკითხავებში. და ეს აღესრულება მხოლოდ ძველი სტილით 6 იანვარს. და კიდევ ერთი დამადასტურებელი იმისა, რომ იულიუსის კალენდარი არის ეკლესიისთვის მისაღები და მხოლოდ იულიუსის კალენდრით 6 იანვარს აღესრულება ეს სასწაული და ასევე ფერისცვალების დღეს, როდესაც თაბორის მთაზე ღრუბლები იკრიბება სასწაულებრივად, ისევე როგორც იესო ქრისტეს ფერისცვალების დღეს მოხდა. ილოცავთ დღევანდელ დღეს, ერთმა დავას დაგვასწროს ერთობით და ჩვენი ტაძრის წესასწაულია ნათლისღების სახელობის, არის მაცხოვრის ნათლისღების სახელობისა ის ჩვენი საძაი როგორც მოიხსენებათ და
ხორმაგის ზეიმი გვაქვს და გილოცავთ. მეთქმა დაგლოცოთ და გაგვხდით.